დღეს ერთ-ერთ ძალიან გავრცელებულ პრობლემაზე, გასტრიტზე მინდა გესაუბროთ. დავიწყოთ იმით, რომ გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა და მას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ყველაზე ხშირად კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გასტრიტი, გამოწვეულია გარკვეული ბაქტერიებით ან ანთების საწინააღმდეგოდ კივილგამოყუჩებლების რეგულარული მიღებით. გასტრიტის ორი ფორმა არსებობს, მწვავე და ქრონიკული. მწვავე გასტრიტი ჩვეულებრივ იწვევს აშკარად შესამჩნევ კუჭნაწლავის ჩივილებს, მაგრამ ეს ჩვეულებრივ რამდენიმე დღის შემდეგ თავისით ქრება. ქრონიკული გასტრიტი კი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს კუჭის კედლის დაზიანება. ზოგჯერ ის მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როდესაც კუჭის წყლული ვითარდება, რომელიც დისკომფორტს იწვევს. მწვავე გასტრიტმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი ჩივილები: კუჭის ტკივილი, სისავსე, შებერილობა, გულწმარვა, გულისრევა, ზოგჯერ ღებინებით, ბოყინი, მადის დაკარგვა, გაბერილი მუცელი. ამ სიმპტომებიდან ზოგიერთი შეიძლება გამოვლინდეს სხვა დაავადებებშიც, როგორიცაა რეფლუქსური დაავადება, გაღიზიანებული კუჭი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან დიარეა, გასტროენტერიტი. ქრონიკული გასტრიტის დროს დისკომფორტი ხშირად მხოლოდ მსუბუქად ან საერთოდ არ იგრძნობა. მაგრამ მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს იგივე სიმპტომები, როგორც კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება. კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ჰელიკობაქტერ პილორით ინფექცია ან ანთების საწინააღმდეგოდ კივილგამოყუჩებლების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება. ჰელიკობაქტერ პილორი. ამ უკანასკნელის გამო კუჭის მჟავის წარმოება ირღვევა. შედეგად წარმოიშობა ზედმეტი მჟავიანობა, რომელმაც შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსი და კუჭის კედელი დააზიანოს. თუმცა ეს ინფექცია იშვიათად იწვევს ანთებას. ეს ბაქტერია ვრცელდება, მაგალითად, ნერწყვის, ღებინების, განავლის, სასმელი წყლის ან საკვების საშუალებით. ადამიანი ხშირად უკვე ბავშვობიდან არის ინფიცირებული ოჯახში მჭიდრო კონტაქტის შედეგად. ანთების საწინააღმდეგოდ კივილგამოყუჩებლები ასევე შეიძლება მიზეზი გახდეს. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია, მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავას, ანუ ასპირინი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი. თუ ეს კივილგამოყუჩებლები მიიღება მხოლოდ მოკლე დროის მანძილზე მწვავე ტკივილის სამკურნალოდ, გვერდითი მოვლენები საკმაოდ იშვიათია. თუმცა ხანგრძლივი მიღებით კვირების ან თვეების განმავლობაში მათ შეუძლიათ კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი ფუნქცია მოშალონ, რადგან ისინი ჰორმონის, პროსტაგლანდინის ფორმირებას ბლოკავენ. ეს ჰორმონი კი ხელს უწყობს კუჭის ლორწოს და იმ ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც კუჭის მჟავას ანეიტრალებენ. პროსტაგლანდინის დეფიციტით კუჭის კედელი აღარ არის კუჭის მჟავისგან ადეკვატურად დაცული. თუ ტკივილგამოყუჩებელი კომბინირებულია კორტიზონთან, ამან შეიძლება კუჭის დამაზიანებელი ეფექტი გაზარდოს. ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მწვავე გასტრიტი. მოწევამ, ხანგრძლივმა სტრესმა და არაჯანსაღმა კვებამ, მაგალითად, ცხიმიანმა და შაქრიანმა ან ცხარე საკვებმა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს კუჭის პრობლემები. გასტრიტის იშვიათი მიზეზი არის ეგრეთ წოდებული ნაულის რეფლუქსი. ამ პროცესში ნავალი წვრილი ნაწლავიდან კუჭში ბრუნდება და კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს. თუ კუჭის ან ნაწლავის ლორწოვანი გარსი კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის კედელს ადეკვატურად აღარ იცავს, შეიძლება საქმე ანთებებამდე და დაზიანებებამდე მივიდეს და შედეგად კუჭში ან 12-გოჯა ნაწლავში წყლული ჩამოყალიბდეს. კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლულმა შეიძლება ზოგჯერ სერიოზული გართულებები, როგორიცაა სისხლდენა გამოიწვიოს. თუ გასტრიტი ქრონიკული ხდება და ლორწოვანი გარსი მუდმივად ანთებულია, შეიძლება განვითარდეს ანემიაც. ძალიან იშვიათად ვითარდება ავთვისებიანი სიმსივნე. თუ როგორ მკურნალობენ კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, ეს დამოკიდებულია ანთების სიძლიერეზე, ჩივილებსა და მიზეზებზე. გინდათ იცოდეთ, თვითონ რა უნდა იღონოთ მწვავე გასტრიტის დროს. მნიშვნელოვანია ალკოჰოლისა და ნიკოტინისგან თავი შეიკავოთ. გარდა ამისა მიირთვათ მსუბუქი საკვები, როგორიცაა გახუხული პური, ანუ ეგრეთ წოდებული სუხარი, შვრიის ფაფა, თავიდან აიცილოთ ყავა და ცხიმიანი ან ცხარე საკვები. მნიშვნელოვანია დასვენებაც. ექიმები ასევე ხშირად გვირჩევენ 1-2 დღე მარხულობას ან მხოლოდ მცირე ულუფების მიღებას. თუ შეამჩნევთ, რომ სტრესი კუჭის დისკომფორტს ზრდის, სინჯეთი იოგა, ბუნებაში სეირნობა და მეტი დასვენება. თუ ზემოთ ჩამოთვლილ ზომებს იღებთ, მაგრამ სიმპტომები არ ქრება ან ძალიან მძიმეა, საჭიროა მედიკამენტური მკურნალობა. გასტრიტის დროს ჩვეულებრივ ეს არის მჟავის შემამცირებელი პრეპარატების სიმპტომების ჩაცხრობამდე. თუ გასტრიტი პროვოცირებულია ჰელიკობაქტერიული ინფექციით,
მკურნალობა გრძელდება 1-დან 2 კვირამდე და მოიცავს კუჭის მჟავის შემაკავებელ მედიკამენტებს 2 ან 3 ანტიბიოტიკთან კომბინაციაში. თუ ტკივილგამაყუჩებლებია გასტრიტის გამომწვევის სასურველია ექიმთან კონსულტაციის შედეგად გადახვიდეთ სხვა მედიკამენტებზე, ან ტკივილგამაყუჩებელი შეურიოთ მჟავას და მთრკუნვალ მედიკამენტს. გარდა ამისა, აუცილებლად მიიღეთ შემდეგი ზომები. თუ გასტრიტი დაგისვეს დიაგნოზად შეიმოწმეთ B12, რადგან ამ დაავადების დროს იმის გამო, რომ ლორწოვანი გარსი დაზიანებულია, ის ვერ აწარმოებს იმ ერთ-ერთ ცილას, რომელიც თავისთავად B12-ის ასათვისებლად არის საჭირო და ორგანიზმს ეს აუცილებელი ვიტამინი ნელ-ნელა აკლდება. სიმპტომებია დაღლილობა, უენერგიობა, სისხლნაკრულობა, ნერვიული და ფსიქიური აშლილობაც შესაძლებელია დაგემართოთ. ასევე დაეკითხეთ ექიმს ანთებითი პროცესების მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად ვიტამინების C და S შესახებ. ხანგრძლივი ანთებით პროცესის დროს იმუნური სისტემის ზოგიერთი უჯრედი განსაკუთრებით აქტიურია, მაგალითად სისხლის თეთრი უჯრედები, გრანულოციტები. ასე ისინი თავის მხრივ ორგანიზმს იცავენ. მაგრამ ეს აქტივობა არა მხოლოდ ინფექციურ ბაქტერიებს, არამედ ჯანმრთელ ქსოვილებსაც აზიანებს. გასტრიტის შემთხვევაში რაც ზიანდება, ეს არის კუჭის ლორწოვანი გარსი. ვიტამინი C კუჭის ლორწოვანი გარსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია. ის ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ამით ებრძვის გააქტიურებულ ოქსიდაციურ სტრესს. ასევე იქცევა ვიტამინი E-ც. გარდა ამისა, ვიტამინი E ამცირებს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებების წარმოქმნას და ხსნის ტკივილს. C ვიტამინს ასევე შეუძლია კუჭის ბაქტერიის ჰელიკობაქტერია პილორის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება. ეს ბაქტერია კუჭის მჟავისგან თავის დასაცავად ამონიაკს გამოყოფს. ვიტამინი C კი ხელს უშლის მის მიერ ამ ფერმენტის გამოყოფას და შედეგად ბაქტერია თავდაცვის მექანიზმის გარეშე რჩება, რაც მას ადვილად განადგურებაც ხდის. გარდა ამისა, უნდა იფიქროთ იმაზეც, რომ წესით კუჭი საკუთარი მჟავისგან კარგად არის დაცული ლორწოვანი გარსით, მაგრამ იმის გამო, რომ გასტრიტის დროს ეს გარსი დაზიანებულია, მჟავამ შეიძლება კუჭის ქსოვილი დააზიანოს, ამიტომ აქაც საჭიროა ზომების მიღება. კერძოდ კი კარბონატების საშუალებით. დაეკითხეთ ექიმს მათ შესახებ. ესენია კალციუმ კარბონატი, მაგნეზიუმ კარბონატი, კალიუმ კარბონატი და ნატრიუმ კარბონატი. ესენი ან საჭიროების დამიხედვით უნდა მიღოთ გულწმარვის დროს, ან კიდევ ჭამის შემდეგ 2-3 დღეში. და არა ხანგრძლივად, თუმცა ექიმმა შეიძლება თქვენი მდგომარეობის დამიხედვით შედარებით ხანგრძლივად გამოგიწეროთ. გარდა ამისა, აუცილებლად გჭირდებათ პრობიოტიკები ანუ საჭირო ბაქტერიები, როგორიცაა მაგალითად რძემჟავას ბაქტერია ლაქტობაცილუს როიტერი. გასტრიტის დროს საჭიროა 10-დან 20 მილიარდამდე ბაქტერიის მიღება, რომლებიც კაფსულების ან ფხვნილის სახით იყიდება, რომელსაც წყალში ან მაწვანში გაურევთ. სანამ საკვებ პროდუქტებზე გადავალთ, აქვე მინდა გვირილისა და მელისას, ან როგორც მას ასევე ეძახიან ბარამბოს უშაქრო ჩაის სმა გირჩიოთ. ეს ორი მცენარე გასტრიტის დროს თქვენი ახლო მეგობრები არიან. კარგია პიტნის ჩაიც. რაც შეეხება კვებას, არჩევანი გააკეთეთ ამ პროდუქტებზე. შვრიის ფაფა, ბანანი, ჯანჯაფილის ჩაი, ყველა სახის სალათები, ბადრიჯანი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი, კიტრი, ლობიო, ვარდა, ოსპი, გოგრა, სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი. მოერიდეთ ამ საკვებს. ყავა, ალკოჰოლი, ხილის ჩაი, წვენები, ლიმონათები, გაზიანი სასმელები, კოკა-კოლა, ციტრუსები, ანანასი, ტყემალი, ყურძენი, მაიონეზი, ჰორისქონი, ჰორის ხორცი, წეხვეული, მაგრად შემწვარი ხორცი, პანირებული ხორცი რძე, ნაღები, კრემფრეში, 45%-ზე მეტი ცხიმიანობის ყველი. პუდინგი, ხილის იოგურტები. ბულგარული ციცაკა, პრასი, ხახვი, ნიორი, კომბოსტო, სოკო. ასევე უნდა აიკრძალოთ ტკბილეული, შებოლილი, ახალი პური, შავი ხილი, როგორიცაა მანდარინი, დრეიფრუტი, პორტოხალი, ალუბალი, კივი, ნექტარინი, ლიმონი, ყურძენი, შაქრიანი დაკონსერვებული ხილი და ხილის პიურე. არსებობს რამდენიმე საშინაო საშუალება, რომელიც გასტრიტის დროს დაგეხმარებათ. შვრიის ფაფა. შვრიას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს კუჭის ლორწოვან გარსზე. გასტრიტის და საამებლად ეს ფაფა ასე მოამზადეთ. 1 ჩიქა წყალი აადუღეთ, დაუმატეთ ნახევარი ჩიქა შვრია, ტემპერატურას დაუწიეთ და დაახლოებით 5 წუთი ხარშეთ. დრო და დრო მოურიეთ. მეორე კარგი საშუალებაა კარტოფილის ახლად გამოცურული წვენი. ის ხელს უწყობს კუჭის მჟავას შეკვრას და გულწმარვის სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ. რეკომენდირებულია დილით და საღამოს 100 მლ-ის მიღება. სელის თესლი ასევე კარგი საშუალებაა გასტრიტის დროს. მას ლორწოს წარმომქმნელი ეფექტი აქვს და გაღიზიანებული კუჭის ლორწოვან გარსს იცავს.
ამ შინაური სამკურნალო საშუალების დასამზადებლად შეურიეთ 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული სელის თესლი 9 ლიტრ წყალს, გააჩერეთ მთელი ღამით და მომდევნო დილით ოდნავ წამოადუღეთ. ჯერ კიდევ თბილი მიირთვით. გასტრიტის დროს შინაური კლასიკური საშუალებაა კომბოსტოს წვენი. ის შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ კუჭის ლორწოვანი გარსის შეხორცებას. ყურადღება მიაქციეთ, რომ რაც შეიძლება ეკოლოგიური კომბოსტოს წვენი გამოიყენოთ. კომბოსტოს წვენის დასამზადებლად 1 კილოგრამ კომბოსტოს გარე ფოთლები და გული მოაშორეთ და წვრილ ზოლებად დაჭერით. დაამატეთ 9 ჩაის კოვზი წვრილი მარილი და ხელით კარგად ასრისეთ, სანამ სითხეს არ გამოჰყოფს. კომბოსტო გამოყოფილი სითხიანად დიდ ქილაში მოათავსეთ და ხელით რაც შეიძლება ჩაპრესეთ. დაამატეთ წყალი ისე, რომ კომბოსტო მთლიანად დაიფაროს, მაგრამ ქილის ზედაპირამდე 1,5-2 სანტიმეტრი სიცარიელე დარჩეს. კომბოსტოს 5-6 დღე ფერმენტირება აცადეთ. შემდეგ კი მათ სივარში შეინახეთ. და ლევამდე გადაწურეთ. ჭამამდე 200 მილილიტრი მიირთვით. გაითვალისწინეთ, კომბოსტოს წვენი უფრო ადვილად მოსანელებელია, ვიდრე კომბოსტოს სალათა. სვიტგვირილისა და კამის ჩაი. ეს 2 ჩაი ამცირებს კუჭში მჟავიანობას და შეიძლება ანთებაზე დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდეს. კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება თავისი ანტიბაქტერიული თვისებების გამო არის ჯანჯაფილი. ის დაგეხმარებათ გასტრიტის დისკომფორტის მოხსნაში. მისი მოხმარება შესაძლებელია პირდაპირ ან ჩაის სახით. როგორც ზემოთ უკვე აღნიშნეთ, მოერიდეთ ცხიმიან და ცხარე საკვებს, ასევე ალკოჰოლს და ნიკოტინს. კუჭი რომ არ გადაიტვირთოს, რეკომენდებულია უფრო მცირე ულუფებით და ხშირი კვება. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.